მე ვარ ირმა ნარსია 46 წლის. ხატავდი ხოლმე ბავშვობიდან და შესაბამისად ხატობა რა ამდოდა რომ სულ მეხატა და ხატვარი გამოსულიყავ საბოლოო ჯამში. დღესაც მეტეკლებად ვცდილობ რომ ამ ჟანრში ვიყო და ხელოვნებას მივყვე ხელნაკეთობებით. ბავშვობიდან ხატავდი და მინდოდა ყოველთვის გამოსულიყავი მხატვარი. რო სწავლობდი სამხატვრო სასწავლებელში, ვქნიდით ხალიჩებს, ხელნაკსოვ ხალიჩებს, ფარდაკებს, ვეუფლებოდით ფერწერას, გრაფიკას. მას შემდეგ რაც მხატვრობის პრობლემა შემექმნა, ხელნაკეთი ნივთების კეთებით დავუკავდი. რამდენიმე წელი მაქვს ეს სახლში ნაშრომებია, რაც სწავლის შემდეგ სახლში ვაკეთებდი ხელნაკეთებს და ესეთები რამდენიმე წელი მაქვს ნაშრომები სახლშიც. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შემდეგ ხოდა ბედნიერება, რომ ეგეთი ლამაზი ნივთები შეგვექმნა. ისეთი კარგი ბავშვობა მქონდა, ნამდვილად რომ ლაღი, ბედნიერი, გახარებული ვიყავი, 15 წლამდე რაც მქონდა, მართლა მქონდა ყველაფერი კარგი. მიუხედავად იმისა, სკოლაშიც დავდიოდი, თოჯინების თეატრშიც მსახიობური სინის მქონდა, სპორტსაც ვეუფლებოდი, სპორტზეც დავდიოდი, სპორტის ფიზკულტურის სინის მიყვარდა და ძალიან ბევრი რაღაცები, მაგრამ დაგეგმილად ახლა რო ვთქვათ, რომ მე სკოლას დავამთავრე და რამე პროფესიაზე ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა და ისე ბავშვობა მართლაც კარგი მქონდა 15 წლამდე. ახლა ასეთ პირობებში ვართ, რომ ეს ხელნაკეთი ნივთების ამისი დიდი სურვილი მქონდა, მონდომებაც მქონდა და რასაც ხელი მოვკიდე, ყველაფერი შევძელი და გავაკეთე. ეს თქვენი დამსახურებოდი, ნამდვილად ეს ტრამვით მომივიდა ერთიც და მეორეც თვალის სინათლე დავკარგე. 15 წლის მერე მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის, მაგრამ არა. ცოტა დრო გავიდა, შევეჩვიე ამას ყველაფერს, ეს მეგობრების, ჩემი ნათესავების, ახლობლების დამსახურებით, დღესდღეობით არ ვფიქრობ ამაზე და ვარ კარგად. და იმის მერე შევეჩვიე ყველაფერს და დღესაც ისეთი მონდომებით ვარ, თუ რამე სადმე რამე არსებობს, ყველანაირად ყველაფერზე შემიძლია მონდომებით რომ მოვინდომო ყველაფერი და არც დავსრები ვარ ისეთი მეც რომ აქ ფოჩი იყო უსინათლოთა სამუშაოები რაღაცის პერიოდები მაშინ, მაგრამ იმას ვერ მოვესწარი და დიდი სურვილი მაქვს რომ იქნებოდეს ამისთანა რომ ფოჩი ჩვენ უსინათლოებით დავსაქმდეთ სტუდენტობის პერიოდში. სამხედროების პრობლემა შემექმნა, მკვეთრად დამექვეითდა დამხედველობა. ცოტა იყო პერიოდები, როცა დეპრესიის პერიოდი და შემდეგ მოვახერხე ის ოჯახის დახმარებით, მეგობრების დახმარებით, გადამელახე ეს ყველაფერი და ისე გამოგრძელებილა ჩვეულებრივად ცხოვრება. და ფარხმალი არ დამეყარა, ესე ვთქვათ. და დღემდე მოვდივარ ესე რა, მეგობრების დახმარებით, ოჯახის დახმარებით და ასე შემდეგ. სიყვარულის სიკეთე და სილამაზე არის, რაც ლამაზია, რაც თბილია და რაც ტკბილია. ყველა ვინც მე მიყვარს და ვისაც მე უყვარვარ, ჩვენ გვიყვარს ყველა, ვაფასებთ იმას და დასაფასებელია ნამდვილად. ჩემ ყურადღება ადამიანმა რომ მიიქციოს, უნდა იყოს კეთილი, შინაგანი კულტურის მატარებელი, ძილებიანი. ცხოვრება მშვენიერია თუ ამას გავიხალისებთ ჩვენ თვითონ და ყოველი დღისთვის და ყოველი მომავლელისთვის, ყოველი ხვალინდელი დღისთვის ვიცხოვრებთ კარგი განწყობით, პოზიტიურად და იმედიანად. ცხოვრება არის და ვიცხოვრე სწორად ნიშნავს, ანუ არის ყველაფერი შევხედოთ პოზიტივით, გარდავკარგოთ იმედი, ყოველთვის ვჯეროდეს ხვანდელი დღის და ნათელი მომავლის. ფოთი არის ჩემთვის მშობლიური ქალაქი, ძალიან მიყვარს. სამი თავით ფოთელი ვარ და ფოთი არის ჩემთვის ყველაფერი, ესე ვთქვათ. და ფოთის გარდა ვერცად ვერ ვიცხოვრობდი. ნამდვილად ჩემი ქალაქია, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. მამა ჩემიც აქ პატარობიდანვე აქ დასახლდა და დღემდე მოვდივართ აქ და მიყვარს ჩემი ქალაქი. ფოთის გარეთ ვერ წარმოვიდგენია ცხოვრება, ისე მიყვარს ჩემი ფოთი. მიერი ვარ იმითი, რომ ფოთის ერთ-ერთ ქუჩას ჩემი დეიდაშვილის თემური ფიჩხაიას სახელით დაერქვა. ინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ყველანაირად ვფიქრობ, ყველაფერი მოვინდომო, ყველაფრიანად მზად ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემეძლება სული და გულით. თუ რამე კიდე მომავლისთვის რამეს ის იქნება, არანაირად უკან არ დავიხევი, ყველაფრისთვის მზად ვიქნები. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება საინტერესოა, თუნდაც იმით, რომ თქვენ დაინტერესებთ ჩვენით და თქვენი რესპონდენტები ვართ.
თქვენი რესპონდენტები ვართ დღეს. ასევე ჩართულები ვიყავით ერთ-ერთ პროექტში, სადაც ხელნაკეთი ნივთების შესწავლა შეგვიძლებინეთ. რომ ასეთი ლამაზი ხელთნაკეთი ნივთების გაკეთება შევძელი. გახარებული ვარ ამით და რა ვიცი, იმედია მომავალშიც იქნება რომ მოვინდომებთ კიდე და ვფიქრობთ რომ მომავალში უფრო საინტერესო პროექტებში შევძლებთ ჩართვას.